თელავში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. აღონიზიებას ისტორიული მუზეუმის საგამოფენო სივრცე მასპინძლობს. 21 აპრილამდე დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება იღებონ ფონდში დაცული ახლად რესტავრირებული უნიკალური ხატები, საღვთისმსახურო საგნები და ერეკლე მეორის დროინდელი სახარება. გამოფენა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღის ფარგლებში იმართება. დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი დღე არის თელავის ცხოვრებაში. მუზეუმში გამოეფინა ექსპოზიცია ძველი ხატებისა, საეკლესიო ნივთებისა, რომელიც გვახსენებს ჩვენ წარსულს. ეს წარსული არის სასიხარულოც, სიხარულის მომგვრელიც და ერთგვარად სევდიანიც. ეს გამოფენა უკავშირდება საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლის 1700 წლის თავს და მიძღვნილი არის ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესის სრულად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ხსოვნისადმი, რომელიც ისედაც ცოცხალია, ისედაც განცდილი აქვს ჩვენ საზოგადოებას და როგორ განიცადა პატრიარქის გასვლა ჩვენ ყველამ ვიხილეთ და ვნახეთ, მაგრამ ეს ღონისძიებები კიდევ უკვდავ ყოფს მის ხსოვნას და ეხმარება თითოეულ ჩვენთაგანს ამ ტკივილის გადატანაში და ზიდვაში. დღეს თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიხსნა გამოფენა, რომელიც მიძღვნილია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ხსოვნისადმი და გაიხსნა ეს 31 მარტს. 31 მარტს 1991 წლის საქართველოს მოსახლეობამ ერთხმად მისცა მხარი დაუჭირა რეფერენდუმით საქართველოს სუვერენიტეტს, რომელსაც მთელი ცხოვრება ქრისტიანობასთან ერთად ემსახურებოდა ჩვენი პატრიარქი და პირდობით ჩვენს წმინდეს, რომ სწორად ავაშენებთ ისეთ ქვეყანას, რომელსაც იგი იგეგმება.